ვარ სოფია გოგინავა 12 წლის. სწავლობ ბათუმის მე-18 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა, ხატვა და საჭმელების მომზადება. უკვე 6 წელია ვცეკვავ ანსამბლ ნაპერწკალში. ნაპერწკალში ჩემი მასწავლებლები არიან თამი ლაპერიძე, გოგიტა ფაღავა და თეო დავითაძე. ყველაზე მხიარულია გოგიტა მასწავლებელი. თამი მასწავლებელი არის ყველაზე მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. თეონა მასწავლებელი არის ზოგი რომ შვიდი და უყვარს ბავშვები. ცეკვაში ყველაზე რთული არის ნახაზის დადგმა. ყველაზე მარტივია ნასწავლილეთების გადაბმა. ჩემი საყვარელი ცეკვა არის ხევსურული. უკვე მქონდა 20-ზე მეტი კონცერტი. ყველაზე კარგად დამამახსოვდა შარშანდელი ქობულეთის კონცერტი. იმიტომ კარგად გავერთე და ავიღეთ გრან-პრი. სახში მაქვს 5 მედალი და 20-ზე მეტი დიპლომი. მე რომ კარგი მოცეკვავე ვიყო, ჩემ სოლო კონცერტს ვისურვებდი პარიზში. ბილეთი იღირებოდა 60 ევრო და მთელი დარბაზი იქნებოდა სავსე. ბევრი ფული რომ მქონდეს, პირველ რიგში დავეხმარებოდი ღარიბ ადამიანებს და უპატრონო ცხოველებს. პირადად ჩემთვის ვიყიდდი ჩემი ოცნების სახლს. ჩემი ოცნების სახლი წარმოდგენაში მაქვს 3 სართულიანი დიდი ეზოთი აუზით, ცხოველებით და მანქანით. ეს მანქანა იქნება Porsche 991 ღია ვარდისფერი. მე ასევე მიყვარს ხატვა და პატარაობაში დავდიოდი ჩემ დასთან ერთად ხატვაზე. ყველაზე ხშირად ვხატავ პეიზაჟებს. ჩემი საყვარელი ფერი არის მუქი ლურჯი და არ მიყვარს მუქი მწვანე. ყველაზე კომფორტულად ვხატავ ფანქრებით და გუაშით. ჩემი ნახატების პირველი შემფასებელია დედა. ერთხელ მე და ჩემმა ნათესავმა გადავწყვიტეთ, რომ ნახატები გაგვეყიდა. ჩავიტანეთ გარეთ და ვყიდით. ძლივს გავყიდეთ ერთი ნახატი ორ ლარად და მერე წავედით მაღაზიაში და რაღაცები ვიყიდეთ. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნით ჩემ დასს. ჩემი ოცნების საჩუქარი არის კატა. თუ არ ჩავთვლით პორშეზე ოცნებას. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ყავს ძალიან კარგი დაქალები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული და გიჟია ანა მახარაძე. ყველაზე ცალკეა ნიკა მატარაძე. ყველაზე ჭკვიანია ბარბარე აბულაძე. ყველაზე მშვიდი არის სოფია ვარდმანიძე. მე ვარ ყველაზე კეთილი ცნობის მოყვარე და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია მაყვალა მიქელაძე, იმიტომ რომ არის კეთილი, მხიარული, უყვარს ბავშვები და უყვარს თავისი საგანი. ჯერ პროფესია არ მაქვს შერჩეული, მაგრამ ბავშვობაში მინდოდა რომ გამოვსულიყავი მასწავლებელი. უფრო პატარა რო ვიყავი, მინდოდა რომ გამოვსულიყავი რაპონცელი. ახლა მინდა ვიყო 17 წლის, იმიტომ დავამთავრებდი სკოლას, გადავიდოდი უნივერსიტეტში, მექნებოდა სამსახური და უფრო დიდი ხანი ვიქნებოდი ჩემს მეგობრებთან ერთად. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი და ჩემი ძმა, ბებია და დედა. ჩემი და არის 17 წლის და ქვია თამუნა. ის არის კეთილი, ლამაზი და მეგობრული. ჩემი ძმა არის 9 წლის და ქვია ერეკლე. ერეკლე არის ცელქი, მოსიყვარულე და სიმპათიური. ჩემი აზრით თამუნა გავავა ექიმი და ერეკლე ფეხბურთელი. ჩემი მამიკო არის გმირდა გადაარჩინა ძალიან ბევრი ადამიანი. ბათუმში მოხდა გაზის საფეთქება და გადაკეტა მილები და გადაარჩინა უამრავი ადამიანი. ძალიან მიხარია რომ მამა ჩემი შვილი ვარ. დედიკო არის ლამაზი, კეთილი, თბილი და მზრუნველი. ბები არის მხიარული და ჩემ თვალში ძალიან ახალგაზრდა. მიყვარს ბებიას გაკეთებული პიცა და დედიკოს გაკეთებული ღომი. მე ვარ კარგი დიასახლისი, იმიტომ რომ მიყვარს სახლის დალაგება და მეხერხება საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი რო გავაკეთე ვიყავი 10 წლის და ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე გემრიელად ვაკეთებ ტორტს. ჩემი საყვარელი წიგნია პეპი გრძელი წინდა. მე რომ მწერალი ვიყო, დავწერდი წიგნს ჩემ მეგობრებზე. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, მექნებოდა გაუჩინარების სუპერძალა. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. ჩემი ყველაზე კარგი თვისება მგონია ის, რომ ყოველდღე ვარ კარგ ხასიათზე და მინდა რომ ყველა იყოს კარგ ხასიათზე. რომელ თვისებას გამოვასწორებდი და სიზარმაცეს. ყველაზე უფრო მეზარება მაღაზიაში ჩასვლა. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. სოფია რო არ მერქვეს, რა მერქვებოდა? მე რო სოფია არ მერქვეს, მერქმევოდა ნინო. ჩემ შვილებს დავარქმევ ანას და ნიკას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად იცხოვრებდა უკაცრიულ კუნძულზე? მე მაგალითად უკაცრიულ კუნძულზე ვიცხოვებდი დედასთან ერთად. ბედნიერება არის ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.